პრემიერ-მინისტრი და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ქალაქ ზესტაფონის სრულიად განახლებულ მეოთხე საჯარო სკოლას ეწევნიან. Ეს უმნიშვნელოვანესია თანამედროვე განახლებული სასკოლო ინფრასტრუქტურის შექმნა საქართველოში. ზესტაფონის მეოთხე საჯარო სკოლა ერთ-ერთი ამის მაგალითია. წელს ამ სემესტრში 10-მდე საჯარო სკოლაში ბავშვებმა დაიწყეს სწავლა განახლებულ ინფრასტრუქტურაში და სემესტრის მიმდინარეობისას კიდევ 30 სხვა სკოლაში მოხდება ინფრასტრუქტურის განახლება. საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრიორიტეტია ჩვენი ხელისუფლებისთვის და ამ მიმართულებით შეიძლება ითქვას, მხოლოდ ზესტაფონში წელს 20 მილიონი ლარი დაიხარჯება, რაშიც შედის როგორც სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწყობა, ასევე სკოლამდელი აღზრდის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. პროექტი დაიწყო 2023 წლის ოქტომბრის ბოლოდან და დასრულდა დეკემბრის ბოლოს. სკოლა უკვე პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს. მოეწყო საბუნებისმეტყველო ლაბორატორია, ინფორმაციულ-ტექნოლოგიური ლაბორატორია. ყველა საკლასო ოთახში იქნება თითქმის ლეპტოპი.